ქუთაისთან ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ერთმანეთს ტვირთმზიდი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ვლადიმერ სტეფანიანმა დაარღვია ბაკურიანის განაშენიანების გენგეგმა მშენებლობის სანებართო პირობები და ასხვისებდა უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს, აცხადებს პროკურატურა კრისტალ ჯგუფის დამფუძნებელზე. ბრალდების მტკიცებით სტეფანიანმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობით 1,894,925 ლარის შემოსავალი მიიღო. ფულის ნაწილი კომპანიის, ნაწილი კი პირად საკუთრებაში გადაიტანა და უძრავ-მოძრავი ქონებები შეიძინა. სამწუხაროდ ქვეყანაში ოპოზიცია აღარ დარჩა, ამბობს მიტროპოლიტი იაკობი. მისი თქმით ოპონირება აუცილებელია, თუმცა დღევანდელმა ოპოზიციონერებმა თვითონ ამოწურეს თავი და ციხეში ჯდომის სანაცვლოდ ფული აიღეს. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე იქადაგა არქიმანდრიტმა დოროთემაც. იბრძოლეთ ბოლომდე, ვინც სიმართლის მხარეს ხართ, მიმართა მრევლს პროევროპული აქციების მხარდამჭერმა სასულიერო პირმა. არ დაიღალ ბოლომდე როსტოვის ოლქში ტაგანროგის ელექტროქვესადგურზე აფეთქება იყო. ავარიულად გამოირთო მაღალი ძაბვის სადენი, რამაც ტაგანროგისა და მისი მიმდებარე რაიონებისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია.